ჩვენმა გულშემატკივარმა კლუბები უნდა როგორც საკუთარი ისე მიიღონ. აი როგორ აპირებთ მაგას? ჩვენია დინამო, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ გულშემატკივარს, რომ გახდნენ წევრები საზოგადოების, რომელიც საზოგადოებას იქნება დინამო თბილისის გულშემატკივრები. ამ წევრობის სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, მათ ყოველწლიურად უნდა რაღაც კონკრეტული თანხა გადაიხადონ, მაგრამ მიიღებენ ძალიან ბევრ ბენეფიტებს, დაწყებული ბილეთებიდან და კლუბის ატრიბუტიკიდან დამთავრებული ჩვენი პარტნიორები, რომელიც დაახლოებით 100 უკვე მოლაპარაკებული ვართ, სხვადასხვა სფეროს კომპანიები თავაზობენ დამატებით ბენეფიტებს და ასევე ექნება პირდაპირი წვდომა დინამო თბილისის მენეჯმენტთან, მათ ეყოლებათ წარმომადგენლები, რაც ყველაზე მთავარია, მათგან ნდობით აღჭურვილი პირები. მათი წარმომადგენლები იქნებიან საქმის კურსში, თუ რატო ვაკეთებთ ამას, ანუ როგორ გეგმავთ ბიუჯეტს, რა აქცენტებს ვაკეთებთ, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას ფეხბურთელის მოყვანაზე ან ფეხბურთელის გასხვისებაზე. ღირებულება რა იქნება? მოხდება ადამიანების აზრის გათვალისწინება. რა იღირება ამას ძალიან ჩვენ ვაპირებთ, რომ აღდგომის მერე მოგეთ იქნება დემო ვერსია ჩვენი აპლიკაციის, რომელიც მეშვეობითაც ხდება ეს ჩვენი წევრების მოკლედ გაწევრიანება დინამო თბილისის გულშემატკივართა კლუბში და ეს რა იღირება და რა პაკეტი იქნება უფასოც, რა თქმა უნდა, ადამიანს ექნება, მაგრამ არ ექნება ის ბენეფიტი, რომელიც ექნება ფასიან წევრობას. რაში მიიღებენ მონაწილეობას დაუშვათ. შეარჩიონ დიზაინი სათამაშო ფორმის დაუშვათ. იგივე ხშირი კითხვები არის, რომ ხანდახან ჩვენ სტადიონზე ხდება კონცერტი და ამის გამო გვიწევს რამოდენიმე ტურით სხვასთან. ანუ ამას ვკითხავთ, რომ აი დაუშვათ გვაძლევენ თუ არა ამის უფლებას, რომ ვითამაშო, მაგრამ ხო ხდებით, ანუ ისეთი მართვის გადაწყვეტილების მიღება დაუშვათ, როგორც არის მწვრთნელის დანიშვნა ან განთავისუფლება პირობითად ფეხბურთელის მოყვანა ან გაყიდვა, ეს ისეთი სპეციფიურია, ამას ყველა გულშემატკივარს ვერ შევეკითხებით. ეს არის უბრალოდ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები, ჩვენ რო გვეყოლება 30,000 მინიმუმ აქტიური წევრი დინამო თბილისის. მათ შეუძლიათ მოითხოვონ, რომ დინამო თბილისის დირექტორი შეიცვალოს. მათმა უმრავლესობამ და ნამდვილად მოусმენს კლუბის პრეზიდენტი და თუ 30,000 კაციდან 60% ითქვას, რომ დინამო თბილისის დირექტორი ვერ აკეთებს თავის საქმეს კარგად და წავიდეს. მეორე დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას კლუბის პრეზიდენტი და მოხსნის დირექტორს. 30 კაცი რო ითხოვს, რომ დოლიძე წავიდეს, კი წავალ, მაგრამ 30 კაცი არ ქმნის ამინდს. უნდა მოითხოვოს 30,000-მა და წავა მეორე დღეს. ანუ სამომავლო პერსპექტივაში განიხილება ეგ ვარიანტიც, რომ ამ ადამიანებმა ზუსტად ეგ გვინდა რა, ანუ ადამიანები როცა ჩვენ ვამბობთ, რომ გვჭირდება, რომ მათ გაუჩნდეთ საკუთრების შეგრძნება, რომ დინამო თბილისი არის მათი საკუთრება. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.